ჩემი გზა რაგბამდე ჩვეულებრივი იყო, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიყავი. ერთ-ერთი არჩევანი მოთქვა ის არის, რომ ძლეოსნობით ვიყავი დაკავებული და ჩემი არჩევანი არ ყოფილა რაგბი, შემომთავაზეს. მოკლედ, პირველი ვარჯიში ძალიან კარგად მოხსნის, იმიტომ რომ ძალიან დაბნეული ვიყავი და მალევე მოყვა იმ ვარჯიშს მერე თამაშიც და თამაშიც ანალოგიურად დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. ჩემი ყველაზე დიდი სირთულე სპორტში იყო ჩემი ტრავმები, იმიტომ რომ მიყოლებით მქონდა რამოდენიმე და ძალიან რთული იყო მათთან გამკლავება, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურადაც. კონკრეტულად მუხლის წინა ჯვარედინი იოგები მქონდა დაზიანებული, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტრავმებია, ქალებში მით უმეტეს. მუხლში ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ისეთ რთული გადასატანია. უფრო თვით ფსიქოლოგია მეხმარებოდა, იმიტომ რომ მე გვერდით მაშინ არავინ არ მყავდა, მშობლების და ოჯახის წევრების გარდა. გვერდით მიწევდა ამ ყველაფრის ვარჯიშების და თამაშების ყურება რა. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ გამკლავდი რა. 2 წლის წინ მოვარჩი უნივერსიტეტს და უნივერსიტეტის პერიოდშიც მომიწია ვარჯიშების რაღაც სიარული, მაგრამ ძნელი არ ყოფილა, იმიტომ პრიორიტეტები ყოველთვის თავის რიგის მიხედვით განთავსებული და ჩემთვის ძნელი არაფერი არის მაგრით, იმიტომ რომ თავიდან ჯერ სწავლით ვიწყებდი დღეს, მერე მოვდიოდი მეცადა და მერე საღამოთი ვარჯიში და მერე თავიდან ეგრე. არ იყო რთული, ჩემთვის არ იყო რთული, ვისთვის როგორ, მაგრამ თავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და არაფერი არ დაგიდგება წინ, რომ ის გააკეთო რა. იგივეს ვიტყვი რა, როცა გიყვარს შენი საქმე, იმას აკეთებ, რაც გინდა რა და არავისი აზრი არ გაინტერესებს აბსოლუტურად. ძნელია კი, მაგრამ სიძნელების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. თავიდან მე არ გამჩენია ინტერესი სხვაშორის სტადიონზე ჩემთვის დავბრუნდი, როგორც გითხარით უკვე სპორტით, სხვა სპორტით ვიყავი დაკავებული კონკრეტულად ძლეოსნობით და წვრთნელმა შემომთავაზა, იმიტომ რომ აღნაგობა მქონდა ისეთი, რომ მოეწონა რა და ჩათვალა საჭიროდ, რომ რაგბისთვის გამოდგვებოდი რა. წვრთნელის დამსახურებით მოვედი რაგბიზე. ჯერ ვარჯიშზე მივედი და მერე ვუთხარი მშობლებს, რომ რაგბიზე მინდა სიარული და ეს. ჯერ პირველად მე გავირკვია სიტუაცია, 16 წლის ვიყავი მაშინ. ჩემი პირველი თამაში ესე ოფიციალური და გასული თამაში იყო 15 ქალა როცა გავმართეთ რუმინეთში და პირველი მოგება და პირველი გამარჯვების ემოციები ზუსტად ამ თამაშთან ასოცირდება ჩემთვის. გოგოებისთვის ძალიან ძნელია რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტერეოტიპებისგან გვიწევს ჩვენ ყოველდღიურად გამკლავება და ეს სტერეოტიპები უბრალოდ არ უნდა მივაქციოთ რა ამ ყველაფერს ყურადღება. რა უნდა ქალს რაგბიზე რა, ყველაზე ხშირი ეს არის. ქალების რაგბის არსებობს და ესე შოქში არიან ხოლმე, რავი, ისეთი რეაქციები მოდის ხოლმე, საწყენია. შიში გადადონ გვერდზე, არავის არ მოусმინონ და იყვნენ ისინი, ვინც არიან. არავითარი არაფერმა არ უნდა შეუშალოს მათ პირადი მიზნების განხორციელებაში ხელი.